ჩემი თავი მგონია სიზმარში. 28 წამი ვარ სულ შიგნით. რა უნდა მოიბოდიშო? მე თქვენთან ერთად ვარ, შიგნით რო ვიყო, ეგეც არაფერი არ იქნება. იქიდანაც თქვენთან ერთად ვიქნები. აი მზად ვარ, ყველაფერი ხო უყურებთ. თასმიანი ფეხსაცმელი არ მაცვია. სპორტულად ვარ. ეს სიმბოლურად მაცვია. ბრაზილიის თამაში არის დღეს ღამე და სად უყურებ ახლა მაგას? პრინციპული მნიშვნელობა არ აქვს, იმიტომ რომ მაინც ტელევიზორში იქნება საყურებელი და სტადიონზე ვერავინ ვერ წავალ. კონკრეტული მიზანი მაქვს მე, რომ სასამართლო დარბაზში მე ვთქვა ის, რაც მაქვს სათქმელი. მე არც ის არადოს არ დამივალია და ესე იგი არ მithქვამს რომ მე 4 ოქტომბერს არ ვიყავი იქ, მე რა თქმა უნდა მე ვიყავი და ეხლაც ვამბობ და ყოველთვის ვიტყვი, ეს იყო მშვიდობიანი აქცია, სადაც ხალხი და ხალხთან ერთად მეც, შვილებთან და შვილიშვილებთან და მეგობრებთან ერთად იყოს მისული. მე არც დამალვამი განმიზრახავს და არც სადმე წასვლად. მე ვიყავი სამუშაოს ვასრულებდი, ჩემთვის მუშაობდი და იყოს არი კარებზე. და ნინომ გააღო და ნინომ თქვა ჩემო მეუღლემ, რომ სტუმრები გვეძია. მე მივხვდი უკვე. და რო არ თქვა არ შემიძლია. ჩემ გამციფრებას არ ქონდა ადგილი, როდესაც ჩავედი და ესე იგი რომ ნახე ამდენი ხალხი. ამდენი მადლობა მაქვს სახტელი ყველასთვის, იმიტომ რომ ეს უბრალო საკითხი არ არის. ეს თანადგომა, ასეთი გვერდზე დგომა, ყოველ შემთხვევაში აი ამ საკითხმა კიდე ერთხელ გამოაჩინა ის, რომ ყველას ერთად თანაცხოვრება ჩვენ შეგვიძლია და ჩვენ ერთმანეთის მტერი არავინ არ არის. ჩვენ უნდა გავიგოთ, რომ ერთადერთი მტერი, რომელიც არის, ეს არის რუსეთი. ჩემი თავი მგონია სიზმარში. რომ ეს სიზმარი მიმდინარეობს რაღაც არაფლიდან აღმოცენებული და არაფლისკენ მიდის. ჩავატარე ამ თითქმის 9 თვის განმავლობაში ორი საერთაშორისო კონფერენცია, რომლის პრეზიდენტი ვარ მე. გამოუში 2 გაზეთი სოციალური პედიატრია, გამოუში 2 ჟურნალი სოციალური, ეკოლოგიური და კლინიკური პედიატრია და ეხლა დავამთავრე და ჩინეთში დასაბეჭდად გავუშვით 2 ინგლისური ენოვანი ჟურნალი პედიატრია და ისიც ბავშვთა კარდიოლოგია. ამ ყველა ჟურნალ გაზეთის რედაქტორი გახლავართ მე. მე რეალურად უნდა ავხსნა იქ, რატომ ვიყავი იქ, რა გავაკეთე და გადაწყვიტოს სასამართლო, მე გარეთ უფრო საშიში ვარ, შიგნით უფრო საშიში ვარ, გარეთ უფრო საჭირო ვარ თუ შიგნით უფრო საჭირო ვარ. მე არავითარი ძალადობრივი საქციელი, როდის იყო ძალადობრივი კაცი მიდიოდეს და ხელში გეჭიროს ესე იგი და ზურგზარში გედოს გამოხდილი წყალი, ფიზიოლოგიური ხსნარი და ბოთლებით იყო შეიარაღებული, რომ ესე იგი მიეშველო, ეს ხო ნონსენსია, ნონსენსია. ამიტომ ეს წამებში ხდება საერთოდ. როგორც კი ეს მოხდა და მე შევხედე, რომ იქ მე საჭირო ვიყავი და სულ ვარ შიგნით, ესე იგი ამ დათვალეს ჩემმა ადვოკატებმა 28 წამი ვარ სულ შიგნით. მე არც ერთ სასამართლო არ გამიცდენია, ყოველ პარასკევს დავდივარ. ნამდვილად ესე იგი იქ ვინც არის ჩემთან ერთად რა და მეც არ ვთვლი რომ ჩვენ ამ მუხლებს ვითვალისწინებ და რა უნდა მოიბოდიშო? ისეთი არაფერი არ ჩამიდენია მე და არავითარი დამნაშავე მე არა ვარ და მე ვფიქრობ რომ მკაცრი განაჩენი არ უნდა იყოს. მე ესე ვფიქრობ. თუ იქნება მკაცრი განაჩენი, ხო? მაგას მე მივიღებ. მე თქვენთან ერთად ვარ, ვიქნები, აქეთ ვიქნები, თუ არა, შიგნით რო ვიყო, ეგეც არაფერი არ იქნება. იქიდანაც თქვენთან ერთად ვიქნები. მე რაღაც აზრი შეიძლება მე ციხის ჟურნალი დავაარსო, არ გაზეთი რაღაცა და გამოუშვა იქ, რა ვიცი. ნახოთ. ჩემი ლომები მელოდებიან. ჩვენ მოვედით უკვე. აი, მოვედით. სკოლაში წვადრე მივდიოდი ხოლმე.